Ცხიანი თქვენთვის აქტუალური თემებით უბრუნდება პირდაპირ ეთერ სტუდიაში ხატია კვათაძე და ირაკლი ჩიხაძე მუშაობთ. უშედეგო აუდიენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრს შეხვდნენ თამარ სანიკიძეს ხალხის დიალოგის შესახებ თანხმობა თქვა გუშინ ცხიანის პირდაპირ ეთერში. ისიც თქვა, რომ ცენტრის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში მასთან არ მივიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ელოდა და დღეს ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით. აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მონაწილეები ორივენი მზადყოფნაში იყვნენ, მაგრამ პროტესტი მაინც გრძელდება და მირიან გორგოძე აგრძელებს ამ თემას. Так, უნდა ვკითხოთ მირიანს, როგორ იქნება ხვალინდელი დღე, პროტესტის მესამე დღე. მირიან, როგორც უკვე ჩვენც არის ცნობილი, ბუბა კუდავას მხარდამჭერები არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და სანიკიძის გადაწყვეტილებას ყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ცენტრში. მხარდამჭერები თუ ყავს ამ ცენტრის თანამშრომლებს შორის მინისტრს. შეიძლება ითქვას, რომ პროტესტის ფორმაში, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, ისინი არიან ერთად და ასათივე თანამშრომელი გამოხატავს პროტესტს შექმნილი მდგომარეობის გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ თანამშრომლები სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ და გეგმის შესახებ ჩვენ ბუნებრივია გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება ამ გეგმაზე მუშაობა. ზოგადად ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელიც თავის მხრივ 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ამ დროისთვის მოცემულობა არის ასეთი: ერთ მხარეს არის განათლების სამინისტრო, სადაც ამბობენ, რომ არსებობს საკითხები, სადაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თანამონაწილეობა იქნება არაკომპეტენტური, რადგან ეს საკითხები კანონმდებლობით რეგულირდება. მეორე მხარეს კი არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სადაც 100 თანამშრომელი არის გაფიცული, მათ აქვთ მოთხოვნები და ისინი კაფეოთ აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. შეხვედრამ ჩაიარა უშედეგოდ, ჩვენ ვერ შევთანხმდით ვერც ერთ პუნქტზე. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრთან ვერ შეთანხმდნენ. მე მქონდა ილუზია, რაკეთ მომავალს, რომ მინისტრს რაღაცას გავაგებინებდით ჩვენი პროტესტის მიზანს, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მინისტრმა ამდენი ხნის განმავლობაში არ გაუგია საერთოდ ჩვენი პროტესტის არსი. შედეგით უფრო კმაყოფილია თავად განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ფიქრობს, რომ ინფორმაცია, რომელიც ცენტრის თანამშრომლებს მიაწოდა, მათ სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება. მათ მიიღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც მე შევატყვი, რომ მათ არ ჰქონდათ სრულფასოვნად მიღებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 2 და 3 წუთის მერე ინტერვიუში მათ რა აზრიც გამოთქმეს, ეს აზრი ნელ-ნელა დაიხვეწება და მივლენ იმ აზრამდე, რომ აი ასეთი მიდგომით და ასეთი სამუშაო, ასე ვთქვათ, პირობებით ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმ საერთო საქმეს, რომელსაც ქვია ხელნაწერების მოვლა პატრონობა და ამ ორგანიზაციის განვითარება. რამდენად გაითვალისწინებენ მინისტრის აზრს რთული სათქმელია, რადგან ჯერ კიდევ დილით ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უარყოფითად შეხვდნენ შეთავაზებას, რომელიც თამარ სანიკიძემ მაესტროს ეთერით დააკეთა. პრობლემების მოსაგვარებლად მათ ცენტრში მისვლა თავად სანიკიძეს ურჩიეს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში. მე დღესაც ველოდებოდი მათ. მზად არის სამინისტრო და მინისტრიც, რომ კონდეს კომუნიკაცია. მე მგონი არასწორია, რახანის თulis, რომ ჩვენ მაკონტროლებელი ორგანო არის და ასე ვთქვათ, ჩვენი ხელმძღვანელი არის 100 ადამიანი, მას ეახოს ამ კოლექტივის 40% თითქმის არის 80 წელს გადაცილებული. გაფიცვის მეორე დღეს კვლავ დაკეტილია ხელნაწერთა ცენტრის ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და საგამოფენო ცენტრები. მეცნიერ თანამშრომლები აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ საკუთარი წინდაუხედავი პოლიტიკით მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. მე მაგალითად ძალიან მეჩქარება, როდის შევასწავლ თავში, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, გაჩერებული, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ამას ვერ ვაკეთებ. ეკისრება პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს, რომელმაც მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ცენტრის თანამშრომლები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი ხელმძღვანელი არც დღეს გამოჩენილა. ზაზა აბაშიძეს შექმნილი ფონის გათვალისწინებით სამსახურში მისვლას ჯერ არ აპირებს. ეხლა წასვლა რაღაც ძალით შეჭერა ამ ინსტიტუტში ყოველად გამორიცხულია ხომ ჩემგან, იმიტომ რომ ეს იქნება უპირველეს ყოვლისა არა მათი, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩემი ღირსების შელახვა. და მე ამიტომ მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა იმაზე, რომ მე პირველ რიგში და პირველ ადგილზე ვაყენებ ჩემს ღირსებას და არავის შეველახინებ ჩემს ღირსებას და არავის ასე ვთქვათ მასხრად თავს არ ვიქცევ.
გაფიცვის მეორე დღე და უცვლელი მოთხოვნები, მხარეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ, შედეგად კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამ დრომდე ხელმძღვანელის გარეშე რჩება.